მე ჩემთან რა მომიტანია ხო? არა. ჩემთან რა მომიტანია? არა, აქ ვიქნები. არა. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მე მგონი ხა ისეთი დროა რომ რაღაცნაირად არ გვცალია. მაგრამ ამ ლაივს დავტოვებ, იმიტომ რომ ვაპირებ, რომ დღეიდან ჩემი პლატფორმა გამოვიყენო იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები ჩართო ამ პლატფორმაზე და მოგიყვეთ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი ხელისუფლების იმ ვერსიაში, როდესაც საუბრობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ამ ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეხლა ჩემი სტუმარი იქნება ეს სპეციალურად შევარჩიე ისეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად არ ჩანან და რომლებსაც პირადი გამოცდილებით მონაწილეობა მიუღიათ ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვებაში და ასევე უფრო ახლო შემხებლობა აქვთ ამ თემებთან და უფრო მეტი კომპეტენცია აქვთ. ერთადერთი ვიდრე ნინო კალანდაძე შემოვა ახლა ჩემთან სტუდიაში სტუმრად და სტუდიაში სტუმრად მიხვდით როგორ ვარ მიჩვეული? ნინო, მინდა რომ friend request-ი გამომიგზავნო უკვე. მოიცა მე გიპოვი ახლა შენ. და ნახეთ როგორი ამბავია, ანუ შემდეგი და გამოვიყენო ეს ჩემი პლატფორმა იმისთვის, რომ ადამიანებმა აგვიხსნა, რას გვატყუებენ და რას გვეუბნებენ სიმართლეს. ერთადერთი ვიდრე ახლა ნინო გამომიგზავნის მოთხოვნას, მინდა მოგიყვეთ ესეთი ამბავი, რომ არ ვიცით რამდენად კარგია რასაც ყვები, მაგრამ ეს არის სიმართლე. მოკლედ, როდესაც ფონდი ფუნქციური იყო და ჩვენ ადამიანები დახმარებას გთხოვდნენ, რომ იცოდეთ ძალიან ბევრი, ანუ თვეში 10-ობით შეტყობინება ჩემს არის ძალიან ბევრი. იყო თხოვნა შემდეგი შინაარსის, რომ ადამიანები აპირებდნენ წასვლას ევროპაში, იქ ჩაბარებას, იმიტომ რომ უნდათ რომ სამედიცინო მომსახურება მიიღოთ და ერთი წამით მე მგონი მე შემიძლია რომ ნინო ვიპოვო. უნდათ რომ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება უფასო და არა მხოლოდ უფასო, ხარისხიანი და შესაბამისად იღებდნენ ბილეთებს, მიდიოდნენ და რჩებოდნენ იმ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს იყო მათი ოჯახის წევრებისთვის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი, ოჯახის წევრების გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ვკარგავთ, მინდა რომ წარმოდგენა გქონდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ შოპინგი, ეს არ არის მხოლოდ უცხო ქვეყნის ნახვა, არამედ ძალიან ბევრისთვის ვიზა ლიბერალიზაცია, უბრალოდ უვიზო მიმოსვლა იყო შანსი იმისა, რომ საკუთარი ოჯახების წევრებისთვის სიცოცხლე გადაერჩინათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიდიოდნენ, ბარდებოდნენ, იღებდნენ მაღალი ხარისხის უფასო, მათ შორის ერთ-ერთი პატიმარი რომ იცოდეთ, რომელიც გლოვოზე მუშაობდა საფრანგეთში, როდესაც იყო წასული, მისი შვილის მკურნალობა მოახერხეს სწორედ ამ გზით. შემდეგ, როდესაც ბავშვი განკურნეს, ჩამოვიდნენ, დაბრუნდნენ ქვეყანაში. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციის და აი ამ რაღაცა უვიზო მიმოსვლის პლუსებზე და ბენეფიტებზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, რომ ადამიანები სეზონურად მიდიოდნენ, რამდენიმე თვე მუშაობდნენ, შემოსავალს აგროვებდნენ და უკან მოდიოდნენ. და დღეს წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს მოუწევთ მუდმივად გადასვლა. ნინო, ველოდები რომ გამომიგზავნი თხოვნას, რომ ჩაგრთო პირდაპირ ეთერში. დღეს ამ ადამიანებს მოუწევთ სხვა ქვეყანაში მუდმივად გადასვლა, იმიტომ რომ დაბრუნდნენ აღარ ეცოდინებათ, რომ ისევ შეძლებენ წასვლას და სიღარიბისგან თავის დაძლევას. ძალიან ცუდი რამე ხდება სინამდვილეში და ხელისუფლებას იმ არგუმენტით, რომ რაღაცა ტროლბოტების ახლა შემოსევით, რომ ამას ხო ოპოზიცია ითხოვდა დადიოდნენ ყველგან, ეს ხომ თქვენ გინდოდათ, რომ რაღაცა ღვთიური მანანა არის თუ არა. დიახ, ღვთიური მანანა არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის. უვიზო მიმოსვლა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის გადარჩენის შანსი. ჩემი აზრით, როდესაც შეგიძლია რომ წახვიდე კარგ უნივერსიტეტში ისწავლო დაფინანსებით, ესეც გადარჩენის შანსია. და ისევე როგორც რაღაცა უფასო ჯანდაცვის სისტემის მომსახურებების, რომლის შესაძლებლობაც ეძლეოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი რამდენად კარგი ამბავია, რასაც ყვები, მაგრამ კი ადამიანები მიდიოდნენ და ევროპაში ბარდებოდნენ, რომ ბავშვები გადაერჩინათ, თავიანთი ოჯახის წევრები გადაერჩინათ. ამიტომ, როდესაც ჯერ გვაძლევენ, რომ აგერ ვარ მაგალითია წერს ნიკა, აგერ ვარ მაგალითი, როგორ მიმიღო საფრანგეთმა, მიმკურნალა, მკურნალობს ეხლაც, მაგრამ შედარებით ჩემს უპირველეს, იმიტომ რომ უკეთესი შედეგი მაქვს ოპერაციებისა და პროცედურების შემდეგ. გისურვებ ჯანმრთელობას, ნიკა. გისურვებ ჯანმრთელობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნაფტა მიყვარს მე. ვაკხო მოგიკითხავ. შესაბამისად, როდესაც რაღაცნაირად გვეუბნებიან, რომ აი ეს უვიზო მიმოსვლა მარტო იმას ნიშნავს, რომ თურმე საშოპინგოდ ვერ ვილით, არის ტყუილი, მეგობრებო.
შოპინგი არის არა ყველაზე ბოლო მიზეზი შეიძლება სხვა ქვეყნის თუნდაც დათვალიერება და თუნდაც ნახვა არის ყველაზე ბოლო მიზეზი რატომაც შეიძლება გული დაგვწყდეს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვაზე. ჩემთვის თავარი ორი მიზეზია. პირველი ეს არის, როდესაც ჯანდაცვას, უფასოს და ხარისხიან ჯანდაცვას იღებდნენ ადამიანები იქ სხვა პირობებში, როდესაც ბარდებოდნენ, განსაკუთრებით საფრანგეთში ბარდებოდნენ ხშირად. და მეორე ეს არის, როდესაც ახალგაზრდები მიდიოდნენ რაღაცა მოკლევადიან სამუშაოზე 2-3 თვეანზე და უკან ქვეყანაში ბრუნდებოდნენ და ეს მიგრაციის საერთოდ სხვა სურათს დებდა და ახლა საერთოდ სხვა სურათს მივიღებთ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს უკან დაბრუნებულზე აღარ ექნებათ რაღაცა იმის დაჯერება, რომ კი ვიზა შეიძლება მოიპოვონ და შეიძლება იმ ქვეყანაში დარჩნენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი არის ძალიან მძიმე ამბავია. და ამ ამბავს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. კიდევ ერთხელ ამბობ, ვინც ახლა შემომიერთდით, მე ვაპირებ, რომ ჩვენი ჩემი პლატფორმა გამოიყენო იმისთვის, რომ ჩავთო სხვადასხვა საინტერესო ადამიანები, აი წერენ, რომ აი აქ ვართ კიდევ წამოდი ზუსტად გაჭირვების გამო. ჩავთო ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებსაც თქვენ შეიძლება არ იცნობთ, მაგრამ მათი კომპეტენცია დაგარწმუნებთ იმაში, რომ მათი ვერსია უფრო ვალიდურია და უფრო სწორია, ვიდრე ქართული ოცნების წინასწარი მომზადება იმისა, რომ თურმე ჩვენ ნინო წილოსანი გვეუბნება თან ამას, რომლის შვილიც სწავლობს ესპანეთში და მეორე შვილიც სწავლობს ამერიკაში. ანუ ნინო წილოსანი, რომელმაც მთელი თავისი ოჯახი მიაბარა ევროპას და მთელი მისი შვილების განათლება მიაბარა ევროპას, ოღონდ სწორად, ძალიან სწორად. ჩვენ გვეუბნება, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუ დაიკარგება ვიზა ლიბერალიზაცია და სხვა ბავშვები ვერ მოახერხებენ განათლების მიღებას სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. ანუ ნინო წილოსანისთვის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ნინო წილოსანის შვილი ესპანეთში ისევ წავა. მე მის შვილს და შვილი საერთოდ არ არის ესე. მე არ მინდა არავის შვილებს საუბარი, მაგრამ კარგია ნინო წილოსანის შვილი რო ესპანეთში სწავლობს და სხვისმა შვილებმაც უნდა ისწავლონ ესპანეთში და როდესაც შენი შვილი ესპანეთში სწავლობს და გამოდიხარ და ამბობ, რომ პრობლემას ვერ ხედავ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაში, ხარ მავნებელი ხარ. და იმ წერს მირანდა, რომ საფრანგეთში ვარ წამოსული ზუსტადო სამკურნალოდო. ასია ზუსტად და კიდევ მხოლოდ მკურნალობა არა ნანუკა გადარჩენისთვის. უბრალოდ გადარჩენისთვის თითქმის 2 წელია აქ ვარ და ზუსტად ვიცი მე რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, ჩემ შვილებს დედა არ ეყოლებოდათ. ეს სხვა არის, ახლა მწერს სხვა ეთერი. შვეიცარიაში ჩაბარდა ჩემი და ბავშვის ჯანმრთელობის გამო ჩავბარდი და წამალსაც ვერ ვყიდულობდი საქართველოში. ანუ ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი დარწმუნებული ვარ. რომელიც მოვა და მოგვიყვება, როგორ წავიდა ევროპაში, იმიტომ რომ უფასო სამედიცინო მომსახურება მიეყო. როგორც მე მივხვდი, ნინო რაღაცა ტექნიკურად ვერ ახერხებს ჩვენთან დაკავშირებას და მე მას კარგად აუხსნიეს, როგორ უნდა გააკეთო შემდეგზე. აი მაგალითად ივანემ წერს, რომ საშოპინგო და ქოცები და რეზიდენტები დადიანო, თორე ჩვენ დავდივართო ახო გაჭირვების გამო, კი. და ზუსტად მაგრამ ამ ადამიანებისთვის ხო რაღაცა ახლა მნიშვნელობა არ აქვს და ყველაზე მთავარია, რაზე მინდოდა ნინოსთან საუბარი, რა კიდევ ერთხელ გავუგზავნი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნინოს მოსაზრებების მოსმენა ორი მთავარი ხელსაწყო, რაც აქვს ახლა ხელში ქართულ ოცნებას. პირველი ეს უნდა წავიკითხო და გეტყვით. მამა ჩემო 2 წლით გაიხანგლივა სიცოცხლე საფრანგეთში 50,000 ევროს ინვოისი ჩაგვაბარე, სადაც 1 ლარი არ გადაგვიხდიაო. კი ნამდვილად ჩვენ ვნახავთ ბევრ ადამიანს, რომელიც საფრანგეთში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ ვინც მოგმართავდა ხოლმე საფრანგეთში უნდა და წასვლა და კი, ჩვენ ნამდვილად ამ ადამიანებს ვყიდულობდით ბილეთებს, იმიტომ რომ მიდიოდნენ და იღებდნენ უფასო სამედიცინო მომსახურებას. ქართული ოცნება ახლა იყენებს 2 ხელსაწყოს. ერთი ეს არის, რომ გვარწმუნებენ, რომ ქართული ოპოზიციის ლიდერებს ეგარ უნდა და დადიოდნენ და ყველას თხოვდნენ შეგვიწყვიტეთ ვიზა თუ რაღაც, არ ვიცი და ამას იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ლიდერები უპასუხებენ. და მეორე ხელსაწყო რაც არის, რომ თურმე ქართველობის დათმობას თხოვდა deep state და ამიტომ ამის სანაცვლოდ ჩვენ ქართველობა ვერ და ამ ქართველობაში ჩასვამენ ყველაფერს, აბსოლუტურად ყველა თემას, რაც ქართულზე, ნებისმიერ ქართულზე ჩვენ გამოვაგზავნეო, წერს ნინო. ერთი წამით ახლა ნინო უნდა შემოვიყვანო. მინდა რომ ვნახო. არ აქვს ნინოს გამოგზავნილი.
აი ერთი მწერს ნაილი მწერს რომ გერმანიაში ვარ წამოსული ოჯახით სამკურნალოდ. წამლის ფულის საშუალება რომ არ მქონდა საქართველოში. თან ეს ადამიანები ტროლები კი არ არიან. შეხედეთ ყველას აქვს სახელი და გვარი. აი ქართული ოცნება გვესაუბრება ტროლები და ჩვენ ვესაუბრებით ნამდვილი ადამიანებით, ნამდვილი ისტორიებით, რომლებიც ახლა არიან ევროპაში და იღებენ შესაბამის ჯანდაცვის სისტემიდან მომსახურებას. აი მე მგონი ნინო მოვიდა. კი, მოვიდა ნინო. რა კარგია, იმიტომ რომ ვიტყვით რომ მე გადმოვიყენებ ჩემს პლატფორმას იმისთვის რომ ადამიანება რომლებსაც ეს თემა კარგად ესმით სწორი განმარტება გაგვიკეთონ რას გვატყუებენ და რას გონებენ არასწორად. ნინო როგორ ხარ? რამდენი ხანი არ მინახი ხარ როგორ ხარ? დიდი ხანია და ბოდიში რომ სასტუმროდან გერწევი. ნინო, მე ვცდილობ რომ ახლა კი ისმის. მე ვცდილობ რომ ამ პლატფორმაზე ადამიანებს ვაპასუხებინო არასწორი სიტყვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ განსხვავებული მოსაზრება მოვასმენინოთ ჩვენს გამომწერებს და სხვადასხვა ადამიანებს რას ეუბნება ქართული ოცნება და რა არის ამ არგუმენტებში, მათ არგუმენტებში ტყუილი. პირველი არგუმენტი რაც მოვისმინეთ, ეს არის, როდესაც ეგრეთ წოდებულმა თავმჯდომარემ პარლამენტის განაცხადა რომ deep state-ი და რაღაცა ესეთ უცხოური ორგანიზაციები მათ ქართლობის ანუ ქართლობა უნდა დაგვეთმოოდა. აი რა გაგვეკეთებინაო თუ მოგვიწევს ქართლობის დათმობა, რა თქმა უნდა ჩვენ ავირჩევთ იმას, რომ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ თუ ამის სანაცვლოდ ვიზა ლიბერალიზაციას დავკარგავთ. ანუ რა დონის აბსურდია, რასაც ისინი ამბობენ ამ განცხადებაში. ნანუკა მოგესალმები კიდევ ერთხელ და ყველას ვინც ჩვენ გვიყურებს და მივესალმები რომ შესაძლებლობას აძლევ ხალხს სწორი ინფორმაცია მიიღონ და რეალური ინფორმაცია მიიღონ და არა ის რომელსაც პროპაგანდისტული მედიები და არა მხოლოდ მედიები, არამედ თვითონ ეს პროპაგანდის გამავრცელებელი პირები ავრცელებენ, რომლებსაც მეთაურობს ის ძალა, რომელიც დაპატრონებულია დღეს საქართველოს ხელისუფლებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თუ ვინმე რამეს გვართმევდა და გვაიძულებდა რამეს, თვითონ იყვნენ ის პირები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალიან ხმამაღლა იმაზე საუბრობდნენ, რომ თავად იყვნენ, ვინც ამ ხელშესახმებას ხელი მოაწერა და თავად იყვნენ, ვინც ევროკავშირთან ტორტი გაჭრეს და გვანახეს, რომ ძალიან დიდი ევროინტეგრაციის მომხრე იყვნენ და თავად იყვნენ ამ პროცესის სადარაჯოზე. მაშინ არაფერს იჩემებდნენ, მათი მონაპოვარი არაფერი არ იყო, მათ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის პირიქით. ევროპა დიდხანს თვალს ხუჭავდა იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ივანიშვილი ატარებდა და მიუხედავად ამისა, მიანიჭა საქართველოსთან მოაწერა იმ შეთანხმებას ხელი, რომელიც გაფორმდა ვიზა ლიბერალიზაციისთვის და რომელიც გაფორმდა ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების სავაჭრო ხელშეკრულების დასადებად, იმიტომ რომ მათ არ უნდათ საქართველოს დაეკარგათ და დაეკარგათ საქართველოსთან ურთიერთობები, თორე ივანიშვილი თავიდანვე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ არ წასულიყო. მაგრამ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება თავად ვიზა ლიბერალიზაციას, მე არ ვიცი ჩვენ რამდენი დრო გვაქვს, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია რომ რაღაც შესავალივით ითქვას, ეს იყო პროცესი, რომელიც დაიძრა მას შემდეგ, რაც საქართველოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას სჭირდება დიდი დამცავი ალიანსი, ეკონომიკური პოლიტიკური ბლოკი, არა უსაფრთხოების ბლოკი ამ შემთხვევაში, რასაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არამედ ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მასთან ჰარმონიზაციის პროცესი ისე დააჩქარებდა, ისე წარმართავდა, რომ საქართველოს ერთვენიერ დღეს ექნებოდა ეკონომიკურად განვითარების სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ევროკავშირთან ჯანდაცვის ამ თემები ჩემს რა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რა რისი შესაძლებლობები დავკარგეთ? იმედი მაქვს ჯერ არ დავგვიკარგო. ანუ აი ამ ჰარმონიზაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ყველა სფეროს და საქართველოს მოქალაქეს, იქნებოდა ეს ინდივიდი თუ იქნებოდა ეს ინდივიდუალური მეწარმე თუ იქნებოდა ცალკეული ფიზიკური პირი, მას შესაძლებლობა ქონოდა ევროპის კავშირიდან ყველა ის სიკეთე წამოეღო, რომლითაც ის მერე სრულფასოვნად შეძლებდა ევროპის კავშირის ფარგლებში არსებობას, თანაარსებობას, ვაჭრობას, მგზავრობას და ასე შემდეგ. როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დაიძრა, რასაკვირველია,
პირველადი სამიზნე საერთოდ არ იყო ის ხალხი, ვინც იქ ტურისტულად მგზავრობს, ან როგორც ახლა საუბრობენ, რომ რაღაც შოპინგზე მიდიოდნენ. შოპინგზე მიმავალი ხალხი, ვისაც ამის ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდა, ისინი ისედაც ახერხებდნენ. ისინი ისედაც ახერხებდნენ სიარულს, ისინი იღებდნენ ამ ვიზებს და ახერხებდნენ იმ ბიუროკრატიული პირობების დაკმაყოფილებას, რომ ბევრი თანხა ქონოდათ ანგარიშზე და ეს შეევსოთ რაღაც ანკეტები და წასულიყვნენ, იმიტომ რომ მათ ეს ფული ისედაც ჰქონდათ. პირველადი სამიზნე, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი საერთოდ დადგა დღის წესრიგში, პირველ რიგში იყო ის კატეგორია, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს იყვნენ მოხუცები, რომლებსაც მკურნალობა ჭირდებოდა და საქართველოს ქართული სახელმწიფო ამას ვერ უზრუნველყოფდა. ისევე როგორც ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა. მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ჭირდებოდათ ისეთ მიმართულებებში, რომელსაც სახელმწიფო სერვისები ვერ აკმაყოფილებდა, რომელსაც ქართული ჯანდაცვის სისტემა ვერ აკმაყოფილებდა. ახალგაზრდები, რომლებსაც განათლების მიღება ჭირდებოდათ, იმიტომ რომ საქართველოს ვერ თავაზობდა შესაბამის პირობებს. მათი მშობლები, რომლებიც ჩადიოდნენ თავიანთი შვილების ანახავად, ეხლა არ წავალ შორს, მაგრამ ჩემი მაგალითი რო გავიხსენო, ეს ალბათ ფაქტურად რაღაცნაირი ტრამვაა ჩემი სტუდენტობის, რომ მე, რომელსაც შესაძლებლობა მომეცა ბევრი წლის წინ 90-იან წლებში რაღაც გაცვლით პროგრამით წავსულიყავი გერმანიაში სასწავლებლად, თითქმის 10 წელი გავატარე გერმანიაში ისე რომ ჩემ მშობლებს ვერც ერთხელ ვერ მიეცა შესაძლებლობა რომ ჩემთან ჩამოსულიყვნენ. იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ფინანსური ეს გაეკეთებინა და იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა აი ეს ბიუროკრატიული პროცესი გაევითან. პრაქტიკულად არ იცოდნენ სად ვარ და როგორ ვსწავლობ და რას ვაკეთებ და როგორ ვარწევ, აი 10 წლის განმავლობაში, ხო წარმოუდგენელია დღეს ახალგაზრდებისთვის ამის წარმოდგენა, ხო, რომ დღეს როცა მიდიან გაცვლითი პროგრამებით, ერასმუსის პროგრამებით, ინდივიდუალური ორმხრივი გაცვლითი პროგრამებით რომ მიდიან, მათი მშობლები ხან არდადეგებზე ჩადიან, ხან თვითონ ბრუნდებიან, ხან ევროპას მოივლიან ხოლმე. ანუ ეს არის ისეთი ფუფუნება, რომელიც საერთოდ არ უნდა იყოს საქართველოსის ფუფუნება, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ანუ ეს ფუფუნება კი არ უნდა იყოს, ეს ასეც უნდა იყოს. ჰარმონიზაციაზე, როდესაც საუბრობ, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? მათ შორის, ანუ ჩვენი მომსახურების თუ სხვადასხვა ინდუსტრიის სფეროების დაახლოვება უნდა შეგვეძლოს ევროპის კავშირთან. ხო, იქნება ეს მცირე მეწარმე თუ იქნება ეს ექიმი, რომელიც იქ გადამზადებას გადის. ეს არის შესაძლებლობა მათთვის, აი ჩვენმა ექიმებმა რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და უკეთესი ცოდნით მოემსახურონ მერე საქართველოს მოქალაქეებს. სხვადასხვა გადამზადების ტრენინგები გაიარონ მაგალითად ფერმერებმა, რომლებიც მერე ამ ცოდნას და ტექნოლოგიებს მოიხმარენ საქართველოში და შეძლებენ საქართველოში ადაპტირება მოახდინონ. ანუ ეს არის მთელი რიგი იმ საბაზისო სერვისების და შესაძლებლობების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს, რომლის შესაძლებლობასაც გაძლევს ევროკავშირი, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს სრულფასოვნად იმ რეფორმების გატარება ვერ შეძლო, რომელიც მას წინაპირობად უნდა წაეყენებინა. ეხლა ეს რომ გადავაწყვილოთ და ჩვენი ახალგაზრდა თაობის უმეტესობამ ეს საერთოდ არ იცის და მე იმედი მაქვს რომ ერთვერასდროს ვერ გაიგებს, ამ სიკეთეს ჩვენ თუ დავკარგავთ და მე იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება იმ პირობებშიც კი რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, თუმცა ამის ბევრი წინაპირობა არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავბრუნდებით იმ რეჟიმში, სადაც ჩვენ ვიყავით 90-იან წლებში. როდესაც ჩვენ რიგებში ვიდექით იმისთვის, რომ ვიზა მოგვეპოვებინა. და გარდა იმისა, რომ წინასწარი ბიუროკრატიული მოთხოვნები უნდა დაგვეკმაყოფილებინა ისეთი, როგორიც არის სასწაული თანხის სადებოზიტო ბანკო ისტორია, ფინანსური შესაძლებლობა. ეს ამ ქვეყანაში 80% არც ერთი საკრედიტო ისტორია არ უნდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვისთვისაც ეს იყო მნიშვნელოვანი და ადამიანი, რომელსაც რა თქმა უნდა მარტივი იყო ცხოვრება 45 ევროთი ვიზიარით რო დაფრინავდნენ ბავშვები და ახალგაზრდები. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი, ნებისმიერი ხუთშაბათი კვირის დაგეგმა შეეძლო ისეთ სტუდენტს, რომელსაც დამატებითი შემოსავალი ჰქონდა, თანხას დააგროვებდა და ევროპაში მიდიოდა. დღეს ხო ეს შესაძლებლობა აღარ იქნება. ნინო, როგორ გონია, აუცილებლად მეკითხო, ეს შეკითხვა უნდა დავსვა ბოლოსკენ. რატო კარგავს საქართველო, არ ვიცი, აი ამ საკითხის წინაშე რატომ დავდექით? აი რამდენიმე მიზეზი მინდა ამიხსნა შენი ხედვით როგორ არის? ანუ სინამდვილეში რეალური მიზეზები რა არის, რამაც ამ საფრთხის ქვეშ დაგვაყენა? ну, მე ვფიქრობ, რომ ამასობაში ბევრმა ან იცის, ან მინიმუმ გრძნობს რა მიგვიყვანა აქამდე, მაგრამ აქ თავი და თავი არის
თავდაპირველი მიზანშეწონილობა. საერთოდ რისთვის იყო ეს ვიზა ლიბერალიზაცია საჭირო, ხო? იმისთვის, რომ საქართველოს დაახლოვებულიყო ევროპის კავშირს. საქართველოს უფრო მარტივი ადაპტაციის შესაძლებლობა ქონოდა, გადასულიყო ევროპული ცხოვრების წესზე, ხო? გავხდარიყო იმ რაღაცა საერთოდ დიდი ოჯახის ნაწილი და იმ წესების მიმდევარი, რომელიც მერე იქ თანაცხოვრებისთვის უფრო მარტივს გახდიდა. და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და ევროპაში იცხოვრონ. აქ არის საუბარი, რომ ევროპა უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ანუ საქართველოს მოქალაქეებს აღარ უნდა ქონდეთ იმის საჭიროება, რომ ევროპაში გარბოდნენ და იქ რჩებოდნენ და ჩაბარდნენ, იმიტომ რომ საბაზისო მომსახურება მიიღონ, არამედ მათ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა გაემგზავრონ, იმკურნალონ, ჩამოვიდნენ, წავიდნენ, კვალიფიკაცია აიმაღლონ, ჩამოვიდნენ. ეს არის ამოცანა. ამისთვის გვინდოდა ჩვენ ევროპაში ინტეგრაციაც მათ შორის, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ცხოვრება საქართველოში და არა ჩვენ გავბოდეთ და რაღაც გავთ ევროპაში ვეძებოთ ჩვენი თავშესაფარი, სადაც ასე პირდაპირ ჩვენი ადგილი არ არის, ჩვენი ქვეყანაა ჩვენი ადგილი. იქ გვინდა სტუმრად ჩავიდეთ და ისინიც ჩამოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენ ქვეყანაში კარგი ცხოვრება. და აი ამ ჰარმონიზაციის წინაპირობებს უნდა აკმაყოფილება. სახელმწიფო თუ არის ველური, სახელმწიფო თუ ქართული ისეთი რეჟიმის მიერ, რომელიც ჟურნალისტებს დაძდევს და ხოცავს და სტუდენტებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, იმიტომ რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა უნდათ თავისუფლად და სიტყვის თავისუფლად. ტექნიკური ხარვეზია ნინა, შენი ხმა აღარ ისმის. ხო, გასწორდა, კი? ამას ემატება არის მოდა, კი, მითხარი ახლა გასწორდა. ეხლა კი. ამას ემატება დამატებითი პოლიტიკური არარსებობა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გახდა პრაქტიკულად ჰაბი იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც სანქციების არიდებას ცდილობენ, რომ თავი აარიდონ სანქციებს. ანუ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება ევროპაში იმ პირებისთვის ჩასასვლელად, რომლებსაც ევროპა ეუბნება, რომ არ მიგიღებო, იმიტომ რომ შენ ჩემს სივრცეს აღარ ეკუთვნიო, პირველ რიგში სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს. ამას ემატება ევროპის პრობლემა, რომ როდესაც ქვეყანაში სოციალური ვითარება მძიმდება და საქართველოში მძიმდება სოციალური ვითარება, შალო პაპუაშვილი რომ დიდრდება, არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებიც მდიდრდებიან. ეკონომიკური ზრდა რომ გვაქვს, ეკონომიკური ზრდა ჩვენ არ გვაქვს იმის ხარჯზე და იმის პირდაპირ პროპორციული სულ არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები და მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. ეს არ ხდება ინვესტიციების ხარჯზე, ეს არ ხდება ეკონომიკის ზრდის ხარჯზე. არამედ ეს ხდება კორუფციული მექანიზმების ხარჯზე, რომლითაც მდიდრდება ძალიან პატარა სეგმენტი, დანარჩენი კი პირდაპირ პროპორციულად ღარიბდება. როდესაც სიღარიბე იზრდება ქვეყანაში და სოციალური სიდუხჭირე მატულობს, ეს პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ იზრდება მიგრანტების, ანუ არალეგალური მიგრანტების რაოდენობა ევროპაში, რომელსაც უფრთხის ევროპა, იმიტომ რომ ეს მათთვის პრობლემაა, მათი უსაფრთხოებისთვის პრობლემაა, მათი საზღვრის დაცვისთვის პრობლემაა, მათი ეკონომიკისთვის პრობლემაა. ისინი გვეუბნებიან, რომ მე თქვენთან მინდა ვიზა ლიბერალური სავიზო რეჟიმი, იმიტომ რომ შენ არალეგალურად კი არ ჩამოხვიდე ჩემთან, არამედ ლეგალურად ჩამოხვიდე. ლეგალურად იყო ისარგებლო იმ საკანონმდებლო დაცვით, რომელსაც ევროპა გთავაზობს იმ 90 დღის განმავლობაში, როდესაც ჩადიხარ. კი არ უნდა იმალებოდე და კი არ უნდა გეშინოდეს, რომ დაგიჭერენ და გამოგადეპორტებენ. არამედ უნდა შეგეძლოს ნებისმიერ კლინიკას მიმართო, რომელიც მიიღებს. შენთვის სასურველი მომსახურება მიიღო, შენთვის სასურველი უნივერსიტეტი შეარჩიო, შენთვის სასურველი ქალაქი შეარჩიო, რომლის ნახვაც გინდა, იმიტომ რომ ამით იფართოვებ შენს არჩევანს და იფართოვებ შენს მსოფლმხედველობას. ამისთვის არის ლიბერალური ვიზა რეჟიმი საჭირო, რომ ჩვენ იქ ჩუმად კი არ გავრბოდეთ და საზღვრებს კი არ ვკვეთეთ, არამედ სრულფასოვანი ღირსეული მოქალაქეები ჩავდიოდეთ. ხო, ნახეთ როგორ არის ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი სიკეთეები მოგობს შენი ღირებულებებით ირჩევ, ანუ ადამიანი, რომელიც შენს ენაზე არ საუბრობს, არის სხვა ინტერესების, არის სხვა გემოვნების, არის, ანუ ასეთ ადამიანთან მეგობრობა სხვა არ ირჩევ, ანუ მეგობარი გინდა იყოს შენაირი. ან რაღაცა საერთო შენაირში რას გულისხმობს საერთო ღირებულებას, საერთო ინტერესებს და როდესაც ჩვენ ადამიანს ვეუბნებით, რომ გვემეგობრე და ვარ ძალიან განსხვავებულები და გაცილებით უფრო ახლოს დგევარ შინაარსით უკვე რუსეთთან, აი როდესაც ევროპას არ გიდისტანცირებს და გარეჯექტებს, არის მე ვფიქრობ ძალიან ლოგიკური რეაქცია. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ მე ამ ჩართვას დავტოვებ გვერდზე და მე ისე
შემიძლია უსასრულოდ ბევრი ვისაუბრო, და თან უბრალოდ ყოველ დღე-დღეიდან ვაპირებ, რომ რაღაცა ერთი სტუმარი მყავდეს და რაღაცნაირი დამაჯერებლობა რო ქონდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანი და რომელიც რაღაცნაირად ჩემს გამომწერებს ცოტა სხვა კუთხით დაანახებს ამ თემას და მე მიხარ რომ შენ იყავი პირველი სტუმარი. გიგზავნი ჩემს პატივისცემას, ნინოს და გამეხარდა შენი დაგნახვა. გაიხარე.